მე სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ქუთაისი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საღამოსთვის ემზადება და ეს საღამო მიეძღვნება იმ ადამიანის შემოქმედებას, რომელიც ძალიან ამშვენებდა ამ ქალაქს თავისი ცხოვრებით, თავისი ცხოვრების წესით, თავისი ნიჭით, თავისი სიმღერებით და მისი ოჯახი დღესაც ამშვენებს ქუთაისს. მე მხედველობაში მაქვს ბატონი ზურა აბულაძე, რომლის საღამოც ვიცი, რომ გაიმართება რამდენიმე ხანში ქუთაისში, რომელსაც ალბათ ყველანი ძალიან დიდი ინტერესი და სიამოვნებით დაველოდებით. თქვენთვის კი ალბათ ძალიან კარგად არის ცნობილი ნანა იამანიძისა და ეკა აბულაძის მეგობრობის შესახებ. ეს საოცარი ქალბატონი, ჩვენი ნიჭიერი, მშვენიერი ეკა, რომელიც არაჩვეულებრივად ბღერის თავისი უნაზესი ხმით, თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ქართული სიმღერის მიმართ, რა თქმა უნდა, დღეს წარსდგება თქვენს წინაშე ნანა იამანიძის კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული სიმღერით რა მოხდა და რა თქმა უნდა ლევან ჩხაიძესთან ერთად. ეკა აბულაძეს თხოვთ სცენაზე. მოგესალმებით და მინდა მართლა მოვეფერო ერთი სიტყვით ნანა იამანიძის. მინდა ის ბყავდეს ძალიან ჯამრთელი. ის არის მართლა უცნაური, ნიჭიერიც. სულ ცოტა აუტანელიც. სად არის ალბათ გამებრაზდება, მაგრამ მართალს ვამბობ, ყველა მიხვდებით. უსაყვარლესი, უნიჭიერესი და მინდა მყავდეს დიდხანს, იმიტომ ის ჩემი ბავშვობაა, ჩემთვის ძალიან დიდი სიყვარულია და სიკეთე, რასაც ქვია. მინდა მყავდე ნანიკო ძალიან კარგად, გილოცავ ამ დღეს. ეხლა კი გიმღერებთ. არა მოხდა თუ მიუყვები გარს, ის მაჩვენებს საკუთარ სახლს, სიკეთის ხეს ვაჩუქებს, სიმღერით ავავსებ ჩემს ნათელ დღეს. მოდის ფიფქი ნება, თითქოს შემსწლებს ეფერება, თეთრ ღრუბლებთან მინდა ფრენა, აღამაფარენა. მინდა შენი მოფერება, თითქოს კვარწვემს და ისევ ცრის, პატარა ქალაქში მიუყვები ფიქრს, სიკეთის ხეს ვაჩუქებს ეს, სიმღერით ავავსებ ჩემს ახალ დღეს. მოდის ფიქრი ნება, თითქოს შემსწლებს ეფერება, თეთრ ღრუბლებთან მინდა ფრენა, აღამაფარენა. მინდა შენი მოფერება. თან მინდა ფრენა, აღამაფარენა. მინდა შენი მოფერება. დიდი მადლობა. მე მგონი ნანამ სპეციალურად მოგვიწყო ეს სცენა იმისთვის, რომ ჰიპნოზი გქონდეს ერთგვარი და ახლა ვფიქრობდი, როგორ შეიძლება მუშაობდე, მიყავდეს კონცერტი ან მღეროდე კონცერტზე და ისვენებდე ამავე დროს და ვისვენებთ, იმიტომ რომ აქ არავინ არ ცდილობს ყალბი ეფექტების შექმნას, არავინ არ ყვირის ზედმეტად, არავინ არ ეჭიდავება აუღებელ მაგარ ბგერებს და ეს სწორედ ის კულტურაა, რომელზეც ჩვენ ალბათ ყველანი მოცნებობდით კარგახანია. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნანას აი ასეთი კამერული შემოქმედებისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლევს სიამოვნების და დასვენების საშუალებას. ძალიან ბევრი სიმღერა შესრულდა და მე
ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც უნდა ვთქვა ნანას და კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანის შემოქმედებითი მეგობრობის შესახებ. ეს გახლავთ ნუკრი კარკაძე, რომელსაც ყველანი ძალიან კარგად ვიცნობ და რომლის ტექსტებზეც, ლექსებზეც შექმნილი სიმღერები ამშვენებს ნანას შემოქმედების პირველ პერიოდს. განსაკუთრებით ნუკრი თავად ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ნიჭიერი მუსიკოსია. ვიცით ბაღდადში როგორ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს, მაგრამ დღეს ის უპირველესად არის ნანა იამანიძის საოცარი ახალგაზრდა მეგობარი. ნუკრის თხოვთ სცენაზე და ვიცი რომ მას სიამოვნებით უნდა უთხრას რამდენიმე სიტყვა თავის საყვარელ ქალბატონს. გთხოვთ ნუკრი. ნუკრი ვერ გხედავ. მოდი ხარ? მანიშნეთ რამე თუ შეიძლება. სადა? აჰა, გამოჩნდა იგი. გთხოვთ. დღემშვიდობისა, დღეს პოეზიისა, სიმღერისა ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან გახარებული ვარ. საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. უბრალოდ მიხარია რომ ეს დღე ძალიან დიდი ხნის დიდი დღეების უკან მეტანანა მეტად დავინახეთ. ჩემო ნანა გილოცა ამ არაჩვეულებრივ დღეს. მადლობა რომ ჩემი ლექსები ასე ლამაზად ამღერე და მადლობა ყველა იმ მომღერალს რომელმაც ასე ლამაზად იმღერა ჩემს ლექსებზე. დიდი მადლობა. მოდი გამოაცხადე მაშინ შემდეგი სიმღერა, რომლის ლექსი ასევე შენ გეკუთვნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერაა ნანას შემოქმედებაში. გვახსოვდეს აფხაზეთი ჩვენი დიდი ტკივილი და მართლაც იქ სხვაგვარი მზეა, სხვაგვარი ქვიშა ციანებს ხელის გულზე და მართლაც სხვაგვარი ქარია. ეს ჩვენი ტკივილია. ედუარდ გეგუჩაძე. მოგესალმებით, ორი სიტყვას მეც ვიტყვი ქალბატონ ნანას შესახებ. ნამდვილად ორი სიტყვას ვიტყვი, ძალიან დიდი მადლობა მას, რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში და ვლოცავ დღევანდელ დღეს. თეთრი კენჭები მზის გულზე ციალებს და ქარის სხვაგვარი ქუჩებში ნავარდობს. ზღვის დალღას თოლია ფრთას როცა შეახებს, ქართულად დაიწყებს სიმღერას ვარადო. მე მინდა ჩავჭიდო ხელი ამ და ერთად ვიფრინოთ შორს მაგნოლიებით. მეძახის და მელის იქ მელანქოლია, მანიცის ერთმანეთს ჩვენ როგორ ვჭირდებით. აფხაზეთ ზღვის ფერის სინათლეა ცვია, ბავშვური ღიმილით სითბოთი გამთბარი, ვით დედის ნანინა გვიხმობს აკაცია, ჩვენს თვალწინ იშლება ფურცელი ახალი. მე მინდა ჩავჭიდო ხელი ამ და ერთად ვიფრინოთ შორს მაგნოლიებით. მეძახის და მელის იქ მელანქოლია, მანიცის ერთმანეთს ჩვენ
მე მინდა ჩავჭიდო ხელი ამ თოლიას და ერთად ვიფრინოთ შორს მაგნოლიები მეძახის და მელის იქ მელანქოლია მანიცის ერთმანეთს ჩვენ როგორ ვჭირდებით დიდი მადლობა ედვარდ გეგუჩაძეს